გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერიდან მე თამარ გორხელაშვილი მოგესალმებით. დღის მთავარი თემების შესახებ ვნახოთ ანონსი. ყაჩაღური თავდასხმა გაზგასამართ სადგურზე. შეიარაღებულმა პირებმა 3000 ლარამდე თანხა გაიტაცეს. დეტალები რა მოხდა სოფელ მაშნაარში. გაყაჩაღა მოხდა. ჩუბლაყელი 46 წლის გოჩა ოსიაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ პოლიციელი დააკავა. სამუდამოდ უნდა მიიწევდა იდენტიკა. მაიხადოს იმის ვალი ჩემი შვილისა. კახეთის რვავი მუნიციპალიტეტს ერთი საერთო არქივი ექნება, რა მასალების მოპოვება შეეძლებათ მსურველებს. პროექტი დაჯდა დაახლოებით 1.500.000 ლარი. ზოგადად საარქივო მომსახურება რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი არის. ჭადრის მოსახლეობა საგზაო დეპარტამენტს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში ადანაშაულებს. წყლები გუბდება, შეიძლება ცოტა არასწორი სამუშაოც ჩატარდა, ასფალტები რო გააკეთეს. მე უთხარი აქ დაბალს ვუტუებდნენ, რომ წყალ დაგუგდებოდა. მაგრამ მაინც მუშაობ. პრარაბი არ იყო, არავინ არ იყო აქ. გურჯაანელი რესპონდენტები ვიზის ლიბერალიზაციის დადებით მხარეებზე საუბრობენ. რაიონში მცხოვრები უცხოელებისთვის კი პირობები მკაცრდება. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ყაჩაღური თავდასხმა სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში გავრცელებული ინფორმაციით შეიარაღებული პირები გაზგასამართი სადგურის მორიგეს თავს დაესხნენ და 2400-დან 2800 ლარამდე თანხა გაიტაცეს. მოხდარ ფაქტს ადასტურებს საქობოს თემში გამგებლის წარმომადგენელი გიგა ბაკაშვილი. მისი განმარტებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს, შემთხვევის შესახებ საუბრობს მოსახლეობაც, თუმცა ამ ეტაპზე სადგურის ხელმძღვანელობა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს არ ადასტურებს. დეტალებს ადგილზე ეკა თეთრაძე არკვევდა. შემთხვევა მაშნაარის გაზგასამართ სადგურზე 18 ფებრუარს გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას ერთ-ერთი თანამშრომელი ადასტურებს. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ოპერატორები, რომლებიც წუხელმორიგეობდნენ, პოლიციაში დაკითხვაზე უკვე წაიყვანეს. ვინ იყო მორიგე წუხელი? დაკითხვაზე არის მოხდა. რა არის აღებული? მე არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. ეხლა მომიყვანეს მე. ანუ რა გაიგეთ თქვენ ამის შესახებ? გაყაჩაღა მოხდა და განაჩენი არაფერი არ ვიცი. წუხელ მოხდა? ხო. გაზგასამართის სადგური დასახლებიდან მოშორებით მდებარეობს და მოსახლეობამ ძარცვის შესახებ დღეს დილით მას შემდეგ გაიგო, რაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. ზეთა იყო ის ქამული საფრანგეთიდან. ზეთა იყო გაველი არ ეგრეა დააკაჩაღეო. გაწაიღე არის. გავრცელებული ინფორმაციით სადგურის მორიგეს შეიარაღებული პირები დაესხნენ და 2400-დან 2800 ლარამდე თანხა წაიღეს. თუმცა მომხდარ ფაქტს გაზგასამართის სადგურის ხელმძღვანელობა არ ადასტურებს. როგორც პაატა ოსიაშვილი ამბობს, ინფორმაცია ჭორია. სად უნდა ვნახოთ წუხანდელი? არ ვიცი, აბა სახლებში გავიდნენ აქედან ეს ესმენები შეიცვალენ და წავიდნენ და მე მოვედი სამსახურში. და არაფერი არ მომხდარა? არაფერი არ. სადგურის დაყაჩაღების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ არც საქობოს ტერიტორიულ ორგანოში, თუმცა მოგვიანებით საქობოს თემში გამგებლის წარმომადგენელმა გიგა ბაკაშვილმა ფაქტი დაადასტურა და განმარტა, რომ გამოძიება უკვე მიმდინარეობს. მარტო ვიცის, რომ დააკაჩაღეს და რა ვიცი, რა თანხა წაიღეს და რა თანხა წაიღეს, რა ზელაპარაკი არ ვიცი. მიმდინარეობს გამოძიება და წინასწარ არაფერზე ლაპარაკი არ შეგვიძლია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე გაზგასამართის სადგურის დაყაჩაღების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მოსახლეობა კი წნორსა და მიმდებარე სოფლებში გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე საუბრობს. აი ხალხო გაუჭირდება იქურდებს ვარაციდას. ისე წუხელი იყო აქ ხურდობა და თითქოს. სად იყო? აი გაზო კანტონის სულ. ოდნავ მოიბადა, ოდნავ, მაგრამ კატასტროფა არ არის. რა ვიცი, კი მოიმატა, რა თქმა უნდა. ნამდვილად გახშირდა. შეგახსენებთ, რომ სიღნაღის რაიონში ბოლო 2 თვის განმავლობაში ლიბერთი ბანკის გაძარცვის 2 შემთხვევაც დაფიქსირდა. ჩუბლაყელი 46 წლის გოჩა ოსიაშვილის გარდაცვალების საქმეზე სავარაუდო ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გოჩა გრიგოლაშვილი პროკურატურამ დააკავა. ავტოსაგზაო შემთხვევა 7 თებერვალს თბილისში მოხდა. გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ავტომანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი პოლიციელი 46 წლის მამაკაც დაეჯახა, იგი 5 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქად დაშავდა. ოჯახი დამნაშავეს უმკაცრად დასჯას ითხოვს. ის მოთხოვნა მაქვს, რომ მას სასრიკის მიცენ სასჯელი, რა. მეგეის მოთხოვნა მაქვს, აბა სხვა რა ვთქვა რა გითხრა. და ბალღი იმას თორშვილ შანახვა ხო უნდა. გადაუწყვიტონ იგეთ რაღაცა ისინი შაინახონ.
ამიერიდან კახეთის 8 მუნიციპალიტეტს ერთი საერთო არქივი ექნება. თელავში რეგიონული არქივის შენობა იუსტიციის მინისტრმა, კახეთის გუბერნატორმა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გახსნეს. აქ შეინახება კახეთის ბოლო 100 წლეულის დოკუმენტური მეხსიერება, ასევე ინფორმაცია ფაბრიკა, ქარხნების, კულტურის, სახლების და სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებების შესახებ. 6 თვეში სამსართულიან შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და აქვე მოეწყო საგამოფენო და სამკითხველო დარბაზები. შენობის გახსნას დღეს ნინო სამნიაშვილი დაესწრო. მალე ამ საცავებში კახეთის 8 რაიონული არქივი განთავსდება. აქ თავისუფალი ფართი იმხელა, რომ ეს საცავები 20 წლის განმავლობაში შეგროვილ მასალებს დაიტევს. ასევე აღსანიშნავია, რომ იგი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და დასულია როგორც უსაფრთხოების ზომები, ასევე დოკუმენტის შენახვის პირობებიც. ამიერიდან აქ შეინახება კახეთის ბოლო 100 წლეულის დოკუმენტური მასალები, რომელიც სოფლებისა და ქალაქების სოციალურ და კულტურულ ყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარების ეტაპებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ასახავს. კახეთის რეგიონული არქივი დღეს იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმა, გუბერნატორთან და თელავის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად საზეიმოდ გახსნა. არქივის გენერალურმა დირექტორმა კი მათ შენობის სამივე სართული და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერებინა. წარმოშობით დედოფლის წყაროელ გუბერნატორს განსაკუთრებით დედოფლის წყაროში 1975 წელს გადაღებული თვლის ფოტო მოეწონა და მინისტრს ყურადღების გამახვილება სწორედ ამ სურათზე სთხოვა. კახეთს მივეცით ახალი თანამედროვე შენობა, სადაც არის კვლევართა დარბაზიც და არის რაც ძალიან სასიამოვნო ამ რეგიონისთვის მუდმივი საგამოფენო დარბაზები. თქვენ აქ ნახავთ როგორც ერეკლეს ბეჭდიან უძველეს ხელნაწერებს, რომლებიც გამოფენილი, ასევე თეიმურაზ ბატონიშვილის მე-16 საუკუნის წყალობის სიგელს და სხვა ძალიან საინტერესო დოკუმენტებს, მათ შორის ღვინოზე, ვაზზე, სადაც გვაქვს 1900-იანი წლების ფოტოები. მნიშვნელოვანია კახეთის რეგიონისთვის ახალი არქივის შენობის გახსნა. თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით არის როგორც აღჭურვილი, ასევე რეაბილიტირებული. ზოგადად საარქივო მომსახურება რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი არის თითოეული მოქალაქისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ღალატობს თავის ტრადიციას და მოსახლეობას თავაზობს უფრო მეტ სერვისს, უფრო ხარისხიან მომსახურებას. ყოფილი ინტერნატის შენობას 6 თვეში სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მისი თანამედროვე სტანდარტების არქივად გადაკეთებისთვის 1,5 მილიონი დაიხარჯა. შენობის ფოიეში მოეწყო მუდმივ მოქმედი ექსპოზიცია. აქ გამოფინეს კახეთთან დაკავშირებული უძველესი ხელნაწერები, რეგიონის ხედები და ხუროთმოძღვრული ძეგლები. არქივში დაცულია კახეთის ცნობილი პედაგოგების, სხვადასხვა ცნობილი პროფესიის ადამიანების პირადი ფონდებიც. ეს მომხმარებელს, განსაკუთრებით კი სტუდენტებს, დოკუმენტების დედნების მოპოვებას გაუადვილებს. წარმოდგენილი გვაქვს ღვინის და ზოგადად მეღვინეობის თემასთან დაკავშირებული დოკუმენტები. გარდა ამისა, გამოფენაზე შეგიძლიათ იხილოთ კახეთთან დაკავშირებული წერილობითი დოკუმენტები. ეს არის როგორც მეფე ერეკლეს, ასევე ბატონიშვილობის პერიოდში ბატონიშვილ თეიმურაზის მიერ გაცემული ნაჩუქობის სიგელგურჯები, ასევე აზნაურობის წოდების მინიჭების სიგელები. გამოფენისთვის სივრცე თავისუფალი იქნება ნებისმიერი ხელოვანისა და მსურველისთვისაც. აქ ახალგაზრდებს კულტურული შეხვედრების გამართვის საშუალებაც მიეცემათ. ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და პარალელურად გამკაცრებული სავიზო რეჟიმი უცხოეთის მოქალაქეებისთვის. საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა უკვე აქვს და ქვეყნის მომზადების დონეს შეფასებელი მისიები ამოწმებს. ამავე დროს საქართველოში დარჩენის მსურველი უცხოელებისთვის კი პირობები გამკაცრებულია, რას ელოდებიან გურჯაანელები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაახლოებით და როგორია საქართველოში ბინადრობის უფლება, ამაზე ვერა იაშვილი ისაუბრებს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა მალე რეალური გახდება, რადგან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი 2015 წლისთვის უნდა დასრულდეს. ევროკავშირის მხრიდან კი საქართველოს წარედგინა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის სპეციალურ შემფასებელ მისიებს გზავნის, თუ რამდენად არის მზად ქვეყანა შემდგომი ნაბიჯებისთვის და იძლევიან შესაბამის რეკომენდაციას. ვიზის ლიბერალიზაცია ევროპაში წასვლის მსურველთათვის გადაადგილების პრობლემასაც მოაგვარებს. ჩვენ დავინტერესდით, თუ რამდენად ეთანხმებიან ევროპასთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს გურჯაანელები, რა სარგებლოს ელოდებიან ისინი ევროპისგან. მე სიკეთეს ნამდვილად ველოდები, იმიტომ რომ ეს იქნება ერთი გაერთიანებული ქვეყნის კიდევ ერთი ჩემი ქვეყნის წვლილი იმ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეკონომიკური სიძლიერე
მოხდება ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მაინტერესებს, რომ საქართველოს კონდეს მომავალი, ქართულ ახალგაზრდობას კონდეს მომავალი და მათთვის იყოს სასიკეთო და თუმცა აქვე აღნიშნავ იმასაც, თუ სწორად გამოვიყენებთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა ჩვენც და რა თქმა უნდა იქაც, თუ სწორად იქნა მიღებული ჩვენი ევროპასთან ინტეგრაცია. ილია ჭავჭავაძე ამბობს, ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყოლებოდესო. ეს არის ქართველი ერის ჩემის აზრით, როგორც რიგითი მოქალაქის აზრით, ეს არის ქართველი ერის არსებობის პრინციპი. საქართველოს იყოს დამოუკიდებელი და ნებისმიერი გაერთიანება, ნებისმიერი თანამეგობრობა, კავშირი იქნება თუ რაც არ უნდა იყოს, ჩვენთვის იმდენად არის მისაღები, რამდენადაც ამ პრინციპს ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებს და პატივს ასცემს. ჩვენთვის ევროპასთან ლიბერალიზაციის პროცესი საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოს დიდგანვე იყო დაკავშირებული მასთან. ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ გვექნება სწავლის შესაძლებლობა, თუნდაც თუ იქნება უვიზო რეჟიმი. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას დაეხმარება, რომ განვითარდეს უფრო, რა ვიცი, მივესალმები ასეთ პროცესებს. ევროპასთან ლიბერალიზაცია არის ჩვენი დიდი ხნის ოცნებაც და მიზანიც და აზრიც, მე ესე ვთვლი. იმიტომ რომ საქართველოს სხვა არჩევანი არ აქვს, მაგრამ პირადად ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება ყველანაირი კუთხით შემეხოს. შეიძლება ჩემს შვილებს შეეხოს ახლა უკვე დიდები მყავს და შეიძლება ან სწავლა დასჭირდეთ, ან წასვლა, ან მოგზაურობა. აი ეს ნიშნავს რაღაცა ადამიანის თვალსაწიერის გაზრდას. ლიბერალიზაციის პარალელურად კი საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს გამკაცრებული ვიზის გამო პრობლემები ექმნებათ. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ უცხოელზე, რომელიც საქართველოში 35,000 ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს. სხვა შემთხვევაში კი ისინი მხოლოდ 3 თვიან ვიზას მიიღებენ. ჩვენ ვესაუბრეთ ეროვნებით ჩინელ ჯუმბო ჰუას, მას ტანსაცმლის მაღაზია აქვს და 8 წელია უკვე გურჯაანში ცხოვრობს. ამბობს, რომ გამკაცრებული ვიზის პრობლემა მას არ შეეხება, რადგან ბინადრობის უფლება აქვს. თუმცა აღნიშნა, რომ მის მეგობრებს, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ საქართველოში, 3 თვიანი ვიზის გამო ჩინეთში უწევთ წასვლა, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვიზა მე ბინადრობა არის და მე ერთი ჯერი მეგობრი 2 ჯერი წავიდა, ერთი ჯერი ჩინეთი 10 ჯერი წავიდა. ანუ პრობლემა არ გაქვს. პრობლემა არ არის, ვიზა არ უნდა, მე ბინადრობა არის. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს ევროკავშირის თავიზო დიალოგი 2012 წლის 4 ივნის დაიწყო. 2013 წლის 25 თებერვალს კი საქართველოს მთავრობას ოფიციალურად გადმოეცა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. 2015 წელს კი ვიზის ლიბერალიზაცია დასრულდება. ჭანდრის მოსახლეობა საგზაო დეპარტამენტს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში ადანაშაულებს. მათი თქმით, მას შემდეგ რაც გურჯაანი-თელავის ახალი მაგისტრალი გაკეთდა, გზის ერთ მონაკვეთზე ნალექის დროს წყალი გუბდება, რის შედეგადაც ახლოს მდებარე სახლის კედლები ინესდება. მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს. საგზაო დეპარტამენტს კი დღეს ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად ვერ დავუკავშირდით. აი ეს გზა რო ეხლა ასფალტები რო გააკეთეს, მე უთხარ რომ აქ დაბალს მუტუებდნენ რომ წყალი დაგუბდებოდა, მაგრამ მაინც მუშა პრარაბი არ იყო, არავინ არ იყო აქ უფროსობა. ეხლა ხდება რომ აი დაგუბდა აქ წყალი, სახლი დასოლებულია, კედლები შიგნიდან მთელი წყალი შემოდის შიგა და აქ გუბდება. მანქანებსაც ავარიული ისე ხდება და ჩვენც ხელი გეშლება, ვერც სახლიდან გამოვდივართ, მაგრამ თქვენ კარგად ახედავთ რა მდგომარეობაა. წყლები გუბდება, შეიძლება ცოტა არასწორი სამუშაოც ჩატარდა, არასწორად თუ რა ვიცი ახლა რას მივაწერო თავისი და აი ესეთი ავარიული მდგომარეობა იქნება, იძულებული გახდა რომ ხები დაგველაგებია ახლა რომ ესე იგი კედლები და სახლები არ დაგვისველდეს და არ დასველებული იყო. და ხედავთ აი რა მდგომარეობაც არის, რა ვიცი, ვთხოვთ რომ გამოასწორონ ეს რაღაც პატარა შეცდომა. კახეთის გუბერნიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება.
სამსახურის ყოფილმა უფროსმა სოფია მიქელაძემ დაკავებული თანამდებობა 20 იანვარს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და სამუშაოდ თბილისში გადავიდა. ჯერ უცნობია როდის მიეცემათ ამ თანამდებობის დაკავების მსურველებს კონკურსში მონაწილეობის საშუალება. საერთოდ ყველა თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი გარდა გუბერნატორის მოადგილეებზე, ეს კანონით არის გაწერილი. და ვფიქრობ, რომ ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ გამოცხადება კონკურსი. დღეს მდგომარეობით ჩვეულებრივად მოადგილე არის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც ასრულებს ამ მოვალეობას და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გამოცხადება და საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში ძალიან ღირსეული ადამიანი დაიკავებს ამ ადგილს. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ, რომელსაც თამარ ჭანყვაშვილი გაგაცნობთ. რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს ხელშეკრულება არის არალეგიტიმური და მას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა. ჩვენ ამ ყველაფერს უპირისპირებთ აქტიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს. iPad-მა საქართველოს $20 მილიონამდე დაფინანსება გამოუყო. ჩვენ ყველა რესურსს და ღონისძიებას მივმართავთ იმისათვის, რათა ხელი შეუწყოთ ფერმერების განვითარებას. მოგესალმებით და იმ ძირითად მოვლენებს გაგაცნობთ, რაც დღეს რეგიონს გარეთ ვითარდებოდა. ოფიციალური რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 25 საკითხს მოიცავს. აღნიშნულ მემორანდუმთან დაკავშირებით განცხადებები უკვე გააკეთეს ქართველმა და უცხოელმა დიპლომატებმა. ეს ხელშეკრულება არის არალეგიტიმური და მას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა. ჩვენ ამ ყველაფერს უპირისპირებთ აქტიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებში. ჩვენი ტრადიციული ინსტრუმენტი არის საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და მობილიზება ამ თემის გარშემო. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა რუსეთის მხრიდან მოხდეს საზღვრების გადახედვა და კორექცია, რასაც ჩვენ ისევე როგორც ევროკავშირი, ისევე როგორც მოწინავე დასავლური სახელმწიფოები მათთან ერთად ჩვენი პოზიცია უნდა იყოს თანამიმდევრული, მტკიცე და შედეგად უნდა იქნეს მიღწეული ის, რომ რუსეთი დაიხევს უკან. Abkhazia and Russia. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ხელშეკრულებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ასევე რუსულ მხარესა და ცხინვალის რეგიონის თანამშრომლობის მემორანდუმს. ერთადერთი რისი განცხადებაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, ჩვენ ყოველთვის გამოხატავთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზს უსვამთ, რომ მსგავსი ხელშეკრულებები არ ეხმარება კრიზისის დარეგულირებას. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტ კანაიონ ზავესთან ერთად ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის $20 მილიონამდე ფინანსური ხაზი გამოიყო. აღნიშნული ფინანსური დახმარების ფარგლებში $6 მილიონამდე გრანტია, ხოლო დანარჩენი შეღავათიანი სესხი. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეკონომიკის განვითარება და მათ შორის სოფლის მეურნეობის განვითარება. ჩვენ ყველა რესურსს და ღონისძიებას მივმართავთ იმისათვის, რათა ხელი შეუწყოთ ფერმერების განვითარებას, მათთვის ბაზრებზე წვდომის განვითარებას. ამ თვალსაზრისით IFAD-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება არის მნიშვნელოვანი და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება ერთი კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რათა სოფლის მეურნეობაში გაიზარდოს წარმოებლურობა. სოფლის მეურნეობა გახლავთ სახელმწიფო პრიორიტეტი. შესაბამისად, დღეს ხელი მოეწერა IFAD-თან $20 მილიონამდე ფინანსურ დახმარებას, რომელიც ითვალისწინებს ბაზარზე წვდომას, ფერმერის, ესე ვთქვათ, ხელშეწყობის პროგრამებს, ასევე ითვალისწინებს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას და უამრავი საირიგაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქვეითთა მომზადების ცენტრის დელეგაცია იმყოფება. დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გერმანიის დელეგაციას გენერალ იოანეს ჰამემანის ხელმძღვანელობით უმასპინძლა მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი გიორგი ბეჟანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციული დირექტორი ნინო ასათიანი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე, ხოლო მოქალაქე ვალერი ნადარაია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველებმა ქრთამის სახით გადაცემული თანხის ნაწილი 1500 ლარი ნივთმტკიცება დამოიღეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამმართველოს უფროს გიორგი ბეჟანიშვილთან წინასწარი შეთანხმებით 2500 ლარის გადახდის სანაცვლოდ მოქალაქეს ინვალიდობის პენსიის დანიშნვაში დახმარებას დაპირდა. თავის მხრივ გიორგი ბეჟანიშვილმა აღნიშნული ცნობის გაცემაში დახმარებას თხოვა შპს საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციულ დირექტორ ნინო ასათიანს, რომელმაც გასცა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა. აღნიშნული ცნობით მოქალაქეს დაუდგინდა შრომითი საქმიანობის უნარის მეორე ხარისხის შეზღუდვა, ისე რომ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაირი სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. ასეთი იყო რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენები, ნახვამდის. რკინა, რომელიც წყალს არ იკარებს. ახალი გამოგონება ჭადრაკის სამისთვის. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ. რუსმა სამხედროებმა BBC-ს გუნდის წევრების მოკლა სცადეს. ამ სათაურით სტატიას უკრაინული ბლოგი ავრცელებს, რომელიც უკრაინის ომის მოვლენებს აღწერს. BBC-ს გადამღები ჯგუფი დონეცკის აეროპორტში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ იმყოფებოდა. ვიდეოში კარგად ჩანს განადგურებული დონეცკის აეროპორტი, როდესაც BBC-ს გუნდი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მინისტრმა და დამცველმა სამუშაოდ მარტო დატოვეს, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მიუხედავად მინსკის შეთანხმების გაფორმებისა, გასაკვირი არ არის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რაც ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება, ეს გასაგები და პროგნოზირებადი იყო, განაცხადა კრემლის ლიდერმა. მისივე თქმით, დონბასში ბრძოლა მნიშვნელოვნად შესუსტდა. ვლადიმერ პუტინმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მთავრობა არ შეუშლის ხელს სამხედროებს იარაღის დაყრაში. 2014 წლის განმავლობაში ავღანეთში თავდასხმების შედეგად გარდაცვლილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი გასულ წლებთან შედარებით 22%-ით გაიზარდა. ამ მონაცემებს გაერო აქვეყნებს ორგანიზაციის კვლევის მიხედვით 2014 წლის განმავლობაში სულ ავღანეთში 3699 ადამიანი დაიღუპა, 6849 კი დაშავდა. გაეროს მონაცემების მიხედვით 2014 წელს მშვიდობიან მოქალაქეთა უფრო დიდი ნაწილი თალიბანსა და სამთავრობო ძალებს შორის ბრძოლას შეეწირა, ვიდრე გზებზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გააქტიურებას. ახლა კი საინტერესო ამბავი, რომელიც პალიტრა TV-მ გაავრცელა. როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს წყალმიუკარებელი მეტალი. ამ გომგონებამ ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს ავიაციაში, მედიცინაში, მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვან დარგებში. იმისათვის, რომ მივიღოთ ასეთი ნიმუში, საკმარისია ლაზერით მეტალის ნაჭერზე დავიტანოთ ნანო რელიეფი, რომელიც წყალს არ აძლევს უფლებას მიეკაროს, ასე ჩვენ მეტალს დავიცავთ კოროზიისა და დაჟანგვისაგან. ალბათ ჭადრაკის სამი კაცისთვის ერთი ადამიანის იდეა არაა. ჩვენ გთავაზობთ ახალ ნაწარმს ჭადრაკს სამისთვის. წესები ისეთია, როგორც ძველში, ცვლილებები მხოლოდ ფიგურის ცენტრში მისვლის დროს შეიმჩნევა. ამ თამაში არის ერთი ნიუანსი, თუ ორი მოთამაშე მესამის წინააღმდეგ გაერთიანდება, ესე იგი მან წააგო. თუმცა მიუხედავად გაერთიანებისა, ისინი ერთმანეთის კონკურენტები არიან, რადგან რომელიც პირველი მიიტანს იერიშს, ის ხდება მოგებული. ვენეციაში ნიღბების კარნავალი დასრულდა, გამოშვებაში კი ასევე ნახავთ. ჯანო ანანიძე და ზაურ მახარაძე ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელების სიაში მოხვდნენ. და ბოლოს ინფორმაცია კულტურისა და სპორტის შესახებ.
ვენეციაში ნიღბების კარნავალი დასრულდა. მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ამჯადოსნურ სანახაობაზე დასასწრებად თითქმის 9 მილიონმა ტურისტმა მოიყარა თავი. 11 დღის განმავლობაში ულამაზეს კოსტიუმებში გამოწყობილი ქალბატონები შეუდარებლები იყვნენ. ყველა კაცი მათი გულის მოგებას ცდილობდა. წელს კარნავალის დევიზი იყო ყველაზე გემრიელი დღესასწაული მსოფლიოში. ყოფილმა ვოკალისტმა რობერტ პლანტმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. ინფორმაციას რია ნოვოსტი აღწერებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთში კონცერტების გაუქმების შემდეგ პლანტი თბილისში, ალმა-ატაში, ბაქოსა და ერევანში კონცერტების გამართვით დაინტერესდა. სპორტის სფეროში კვლევების საერთაშორისო ცენტრმა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელი ჯანო ანანიძე და უკრაინის მოქალაქე დონეცკის ოლიმპიკის მეკარე საურ მახარაძეც მოხვდნენ. რეიტინგი ფეხბურთელის მიერ მოედანზე ძირითად შემადგენლობაში გატარებული სათამაშო დროისა და ჩემპიონატების კოეფიციენტ და გათვალისწინებით დგება. რუსეთის პირველი ლიგის ფინალურ თასის გათამაშებაში, რომელიც გასაგები მიზეზების გამო თურქეთში ტარდება, ხაბაროვსკის სკა ენერგია სახალინს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ხაბაროვსკელთა შორის ერთადერთი გოლი 45 წუთზე კახა ალადაშვილმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. 4 გუნდიან ჯგუფში ალადაშვილის სკა ენერგიას 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და კვარტეტის ლიდერ ვოლგას 5 გოლით ჩამორჩება. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. გამოშვება ამით დასრულდა ნახვამდის.